ზურაბ, ძალიან დიდი მადლობა მობრძანებისათვის. Გამოცემულობაში შემოდის ამ ბოლო დროს ზარი და Facebook-ზე კითხვები შენს რომანთან დაკავშირებით, მელია დულეფია. კითხვებთან და გამომდინარე ჩანს, რომ რაღაც გაუგებრობას აქვს ადგილი და რომანი არასწორი არის გაგებული. და თუ შეიძლება შენი კომენტარი რომ გავცეთ ჩვენს კითხულს პასუხი. გმადლობთ ქეთი მოწვევისთვის. ხო, აშკარად გაუგებრობას აქვს ადგილი რომანისა, როგორც ხატრული ტექსტისა, როგორც მეტაფორული ტექსტისა. მე მოკლედ მოვყვები ისტორიას, საიდან დაიწყო ამ რომანზე ფიქრი და წერა. ეს ნაღდი ფაქტია, 1926 წელს საქართველოში ჩამოვიდა ამერიკელი ბიზნესმენი, მეუღლითურთ და იმოგზაურა მათ შორის სვანეთში. აი ეს მოგზაურობა ასე ვთქვათ, აღწერილია კინოკამერით, 17 წუთიანი ფილმია, რომელიც მეც ნანახი მაქვს. ჩემს გადაცემაში ღამის საუბრები ამ ფილმზე ვისაუბრეთ კიდევაც და ვაჩვენეთ ეს ფილმი. მოკლედ აქედან დაიწყო ეს ყველაფერი. თვითონ ამ, ესე იგი, ამერიკელის მემუარებში ნახსენებია ქართველი კაცი, ვინმე შაქრო, რომელიც მე გამოვიყვანე ჩემი რომანის ცენტრალურ პერსონაჟად. გვარი შეუცვალე შაქრო კარმელი ასეთი, ცოტა ექსცენტრიული პიროვნებაა, კომიკურიც არის და ტრაგიკულიც ერთობ. რაღაც ხილვები აქვს და ასე შემდეგ და რომანი იწყება ამ შაქროს სიზმრით. სიზმრით და სწორედ აი ეს სიზმარია, რომელიც იწვევს გაუგებრობას და ასე ვთქვათ, თავისებურ აგრესიასაც კი ამ რომანის მიმართ. ამ სიზმარში აღწერილია ნაყოფიერების რიტუალი მელია დულეფია, რომელიც მე პირველად ამოვიკითხე ივანე ჯავახიშვილის ძალიან ცნობილ ნაშრომში ქართველთა წარმართობა. სადაც აღწერილია ეს რიტუალი, უარქაულესი რიტუალია, რომელიც ივანე ჯავახიშვილის დროს უკვე აღარ არსებობდა, ასე ვთქვათ, ის პრაქტიკულად აღარ ხორციელდებოდა, უბრალოდ მან სხვების მონაყოლიდან მოახდინა რეკონსტრუირება ამ რიტუალისა. შემდგომში ეთნოლოგების და ეთნოგრაფების მოსაზრებების გამოჩნდა, რომ ეს არის ძველი ხეთური რიტუალი, რომელიც შემორჩა სვანეთში. მოგეხსენებათ, ნაყოფიერების რიტუალი დაკავშირებულია ფალიკურ ამბებთან და ასე შემდეგ და ამ რიტუალში სიმბოლურად ეს ყველაფერი თამაშდება. აი სწორედ ეს რიტუალი, ესე იგი, ხსნის რომანს, რომელიც ესიზმრება ჩემს პერსონაჟს, იმიტომ რომ მას ძალიან უყვარს სვანეთი, რაღაც გასაოცარი ენთუზიაზმი აქვს სვანეთის მიმართ, რაღაცები წაუთხებს, მათ შორის ასე ვთქვათ, ივანე ჯავახიშვილის ეს წიგნიც და აი ესეთი ფანტასმაგორიული, სურეალისტური სცენებით იხსნება ეს რომანი, რომელიც როგორც ლიტერატურული ნაწარმოები, ესეთ რაღაცებს საჭიროებს, რომ მე ვაჩვენო პერსონაჟის ხასიათი, მისი სამყარო და ვიწყებ ამითი. მეორებ, ეს ყველაფერი არის უპირველეს ყოვლისა ლიტერატურა, ეს არის ეთნოგრაფიის შესწავლის შედეგად აღებული მასალა. თვითონ რომანი გაჯერებულია სვანეთისადმი დიდი სიყვარულით და აღტაცებით, მე ვიტყოდი, ეს ჩემი პირადი გამოცდილება, მე 20 წლისა ვიყავ, როცა პირველად ვიმოგზავრე სვანეთში, ეს არის 1977 წელი და მას შემდეგ ძალიან დიდი სიყვარული მაქვს ამ კუთხის მიმართ. ჩამიყვანე ჩემი ამერიკელი კოლეგები, პროფესორები, სტუდენტები, რომლებიც ასევე აღტაცებულები ბრუნდებოდნენ იქიდან. ძალიან დიდი მადლობა ამ მომწურავი პასუხისათვის და დიდი მადლობა ამ რომანისათვის.